გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? არა მიშავს მეც მადლობთ, რა ვიცი, მოღრუბლულია სულ წვიმს. მოღრუბლულობა ჩემზე მოქმედებს ცუდად. ხო, თანამე მამულიანო, სანამ გავაგრძელებთ, ძალიან დიდი თხოვნა უნდა მექნება ყველასთან, რომ ასეთი სირული კომენტარები აღარ დავინახოთ ჩემს არხზე. სტილის შეცვლა არ ვიცი, მაგრამ მოპყრობა უნდა შევიცვალოთ და სანამ ინტერნეტში შემოვალთ, კომპლექსები გადავისწოროთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დღეს უნდა მივადგე იმას, რაზეც სულ მეფიქრებოდა იქიდან მოყოლებული, რაც საერთოდ YouTube არხის შექმნა ჩავიფიქრე. სახალხო კონტროლს უნდა მივადგეთ. თვითონ ობიექტებზე და ობიექტების პატრონებზე ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი რა. პირველი ობიექტი Grand Palace თუ რაღაც. აღმაშენებლის ხეივანზე ვართ, თბილისში შესასვლელია და აი ამ რესტორანთან გვაკავშირებს საინტერესო ისტორია. მართლაც ძალიან ცუდი სამზარეულო იყო, ანუ იქ იყო რაღაც ანტისანიტარია. ალუმინის ქვაბში საკვები არ უნდა ინახებოდეს, არ შეიძლება. ალუმინზე ხალხს რა სჭირს გამაგებინეთ რა. ვერცხლის წყალს, კარგი მძიმე მეტალია, ხო? ჩააგდებთ საჭმელში, წყალში ჩააგდებთ და დალებთ. იგივე მომენტია ალუმინზე ზუსტად, ალუმინის ჭურჭელზე. ნუ ის ალუმინის ქილებში 800-ია. ენერგეტიკული სასმელი და გაზიანი სასმელები ეგ სხვა, მე მგონი ეგ წესით არ უნდა იყოს საშიში. მაგრამ ეს ჭურჭელი რამდენჯერ უნდა უთხრან ამ ხალხს, რომ ალუმინს რო აცხელებ, იმდენად საშიში ნივთიერებები გამოიყოფა საჭმელში, რომ იმის შეჭმა გამორიცხულია უბრალოდ. კვების ობიექტში რო გაქვს ესეთი ჭურჭელი, არ ვიცი, დანაშაულზე მეტია რა. კამერით ძალიან კარგად ჩანს, როგორი გაბიდნულია და როგორ კონდენსატის ჩამოცვენის საშიში რო ეს კონდენსატი ხო ცალკე, აი უბრალოდ საქართველოში სახალხო კონტროლი სადაც შედის, რომელი კუთხეც უნდა იყოს, რომელი ქალაქიც უნდა იყოს, ერთი და იგივე მდგომარეობაა ყველგან. ვიღაცა რო კვების ობიექტს ხსნის, 3 წელიწად ნახევრის მერე რატო უნდა გაიგოს თუნდაც რუსეთის ეროვნულმა სააგენტომ ან რაღაცა ორგანოებმა, რომ იქ ვირთხებს ჭრიან ალყა და იმას ყრიან საჭმელში. რა უბედურებაა, ვერ გავიგე. ვიღაცა რო გაიგებს რაღაც ორგანო, რომ დარეგისტრირდა კვების ობიექტი, არ უნდა მივიდნენ და არ უნდა ასწავლონ. ეს უნდა იყოს მაცივარში, ესეთ უნდა იყოს ტემპერატურა. ეხლა მაგდონალდსში, დანკინში, ვენდიში ესეთ კორპორაციულ კვების ობიექტებში რო შეხვიდე, მანდ ეგეთი რამე არ იქნება. დანკინის თანამშრომელი მე თვითონ ვიყავი და გამორიცხული იყო იქ მაცივარში არასწორად შენახვას და ვადის არ დაწერას კი არა. იმას არ გვპატიოდნენ, ესე თითი რომ იგედო ცხვირზე გეუბნებოდნენ დაიბანა ხელები, იმიტომ რომ მაგ ხელებით საკვებს არ შეეხო. როგორც ვიცი, დანკინში მენეჯერი ასაც გვეუბნებოდა, ხშირად შედიოდა შემოწმება. როგორ გაქვთ შენახული, როგორ ამზადებთ საკვებს, იქ თუ შედის, აქ რატო არ შედის? აი ეგ რაზეა დამოკიდებული რუსეთის ეროვნული სააგენტოს არჩევა. ვერ ვიგებ მაგას. დადებითია ის, რომ ზედაპირები აშკარად აქვს გაკეთებული და აშკარად კედლებით შეღებილი აქვს და ბევრი რამე არის გაკეთებული, მაგრამ მღრღნელების წინააღმდეგ მღრღნელების საბრძოლველად გამოყენებული პრეპარატი. შეიძლება სამზარეულოში ასე ღია მდგომარეობაში იყოს? უნდა იყოს უსაფრთხო გარემო განთავსებული და უშუალოდ ღია მდგომარეობაში არ უნდა იყოს იმ ტერიტორიაზე, სადაც ხდება სურსათის დამზადება. ვალდებულია, რომ მან ჩაატაროს სადერატიზაციო სამუშაოები შესაბამისად. მაგრამ არა ამ სახით. რა თქმა უნდა, ამ სახით არ უნდა ტარდებოდეს. აბა ის ვირთხის წამალი რატოა? გვითხრეს რომ დადეთო. აჰა, ისევ. ვირთხა, კონდენსატი, კედლებზე მისხმული ცხიმი, ობობის ქსელები, ალუმინის ჭურჭელი. და კიდე ის. არა ეს ჩემია, ბავშვს ვაჭმევ ხოლმე. არა მაგას არ მიეკავთ, ეგ ძაღლის არის. ნუ აქ მართალია სრულად გაშავებული იატაკი და მილები არ დახვედრიათ და მომსპარი მაგიდები. ერთი და იგივე პრობლემები აქვთ რა. ეხლა ქლორისუნია, იმიტომ რომ ქალბატონი ალაგებდა. თან სიცარიელი აი რაღაცნაირად ვგრძნობ თავს არაკომფორტულად და რატო უნდა იყოს სამრეცხაოში, სადაც საშინელი ფხუნილი სუნია და სადაც აი ირეცხება სარეცხი, მაცივარი რატო უნდა იყოს? მე რასაც დავაკვირდი და რა კვების ობიექტზე ვლაპარაკობ, მე ამ შემთხვევაში ადამიანურ ჩვეულებრივ ერთ-ერთზე ურთიერთობებს გულისხმობ. შენ თუ მაგალითად იზრდები ისეთ ოჯახში, სადაც ხელების დაბანას გასწავლიან, რომ ბინძური ხელით როცა გარეთ ხარ ნამყოფი და ჯერ არ დაგიბანია, აი ესე ხაჭაპურს და ლობიანს არ უნდა წამოავლო ქუჩაში, ხელი და არ უნდა ჭამო და რა ვიცი, პარკით და ხელსახოცით რაღაცის ჭამა, რატომღაც ამ ქვეყანაში სირცხვილია და გიყურებენ როგორც უკანასკნელ გიჟს. გინდა ჩვეულებრივი ადამიანი იყოს და გინდა კვების ობიექტის ფლობელი და მზარეული, ამ ხალხისთვის მთავარია, რომ ვიღაცამ არ დაუძახოს ზედმეტად სუფთა და მანიაკი. ესე იგი, აი აქაც იცი როგორ პრინციპით მოქმედებენ. აი ეხს თუნდაც ეს სამრეცხაოში ხორცი, ხო?
აი ფხვნილთან მართლა ხორცს რა უნდა, რომელიც შეიძლება არც გადარიცხონ და ისე მოამზადონ. ამ ხალხისთვის და ამ ობიექტებისთვის თავარია რომ უბრალოდ იყოს ჭერი 4 კედელი შემოსაზღვრული, კარი კონდეს, კარიც მონგრეულია ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ თავარია რომ 4 კედელში იყოს რაღაცა, მაცივარი და გაზი და ღუმელი იყოს და იყოს მაგიდები და სკამებიც რა. ეს გადაცემა უკვე იმდენი წელია გადის. რით ვეღარ დაინახა ამ ხალხმა იმის საჭიროება, რომ რამდენიმე წლის მერე კი არა, თავიდანვე გახსნისთანავე სანამ საერთოდ ფუნქციონირებას დაიწყებენ, მაშინ უნდა მიადგნენ ობიექტს რა. ესე იგი რაღაცა საწინააღმდეგო გაქვს ისუფთავის, ხო და რა არის ეგ, რას ნიშნავს? ღრნელების წამალი, იმიტომ იყო იქ დადებული, რომ აი ესეთი ღიობები რესტორანში არ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ღრნელების შემოღწევადობის ძალიან მაღალი ალბათობაა. და რა მაინტერესებს, იცი, კარგი თქვა, სამზარეულოში შეამჩნიეს ვირთხა თუ თაგვი, ხო? იმის მაგერად რომ გამოეძახებინათ სამსახური და როგორც თქვეს, დერატიზაცია ჩაეტარებინათ. არა, ნუ რა თუნდათ რა, სახლში რო გაჩნდება თაგვი, ხო, მიაგდებ წამალს და იმედი გექნება რომ ოდესმე შეჭამს იმ წამალს ის ვირთხა და ყველაზე ცუდი გაგებით რესტორნებს და რესტორნების სამზარეულოს ეკცევიან როგორც სახლს. კი ამბობენ თავის სახლში უფრო სუფთად მოამზადებენო, მაგრამ ამჯერა მაგის ზუსტად იგივე წესები და ნორმები გადმოაქვთ აქაც. აი დარბაზში რო გაჩნდეს სადაც მაგიდები და სკამებია, მაშინ რას იზავ ესე ყველა მაგიდასთან თვითონ ერთჯერად თებში დადებს, სადაც წამალი იქნება დადებული, აი ეგაა საინტერესო რა. რომში შემოწმების შედეგად დაფიქსირდა სხვადასხვა შეუსაბამობები, რომელთა აღმოსაფროლადაც ბიზნეს ოპერატორს მიეცემა შესაბამისი მითითებები. მეორე ობიექტი, საკონდიტრო. ვაჭრო ქსელში გადის მათი პროდუქცია, ეს არის რულეტები, ტორტები და სხვადასხვა ტიპის ნამცხრები, ინაკო 2008. შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული კვერცხის მეორადი ტარა, იმიტომ რომ ეს უკვე დანაშაულია ვინაიდან უბრალოდ ამ ხალხს რა სჭირს? ხორცთან, კვერცხთან მიმართებაში, თევზთან მიმართებაში რა სჭირთ უბრალოდ? არ არსებობს ბაქტერიები, ეგეც ვოუქიზმი და მეტიჩრობაა, რომ გასუფთავებაზე დარდობდე. სალმონელოზე არის ძალიან საშიში დაავადება, ნაწლავის ჩხირიც, იკოლაი, რომელიც ნაწლავის ჩხირი ჩნდება არასწორად დამუშავებული და ულმი ხორცის შეჭმის მერე, სხვა რაღაცებიდანაც, მაგრამ ძირითადად მაგის მერე და სალმონელოზი ძირითადად არასწორად მომზადებული ქათმის ხორცის ან ქათმის კვერცხის მიღების მერე. ველს ჰქონდა მითითებული, ხელთავიდან ხდება ამაზე ეტიკეტების გადაყრა და გადის ისევ რეალიზაციაში, რადგან ამას რაიმე ნიშანდება არ აქვს, რომ ეს არის ან უკვე დაწუნებული სურსათი, ან ღრიალებს უკვე ვიღაც. უკვე ჯაჯღანებს მიეშველებს. გადაგასული სურსათი. ამის შესაბამისი ნიშანდება უნდა ქონდეს და ცალკე კუთხეში უნდა იყოს განთავსებული. აქ არის პროდუქცია განლაგებული. კი ბატონო, დავდივარ. აცადეთ, ვიხედები ძალიან კარგად. აქ არის პროდუქცია განლაგებული, ეს არის ახალი. აი ეს არაადეკვატური ქაჯური მივარდნა რა არის? ძალიან დიდი ბოდიში, რა პოზიციას იცავ? აი რო აბრალებდნენ ვიღაცას ობიან და ვადაგასულ პროდუქტს ყიდიოდა ამ დროს გაწკრელებული სისუფთავი და სტანდარტების სრული დაცვა რო იყოს კიდე მესმის რო თავი დაიცვა და აგრესია ქონდეს. აი ეს რას იცავს რას გამომივარდა აფთარივით და რა მზარეულია რა დამფუძნებელია თუ რა არის ვის გადაეფარა ძალიან მაინტერესებს. ხალბატონო, ჩვენი რეპორტაჟები ცხენის ხორცი რო ამოვიღეთ ტონობით, ათეული ტონობით, ერთჯერ არა, ძალიან ბევრად, ძალიან ბევრად. გაიგე, იცის რომ სიბინძურე და ცუდად შენახული პროდუქტი არსებობს, ხორცს მივარდა ეგრევე. ხორცი რო ის რო გადაიღო შეიძლებაო და ეგ თუ გადარდებთ ხალბატონო, რადგან ტკბილია და რადგან საკონტინტროში არიან და რადგან ტკბილია ნამცხვარი და რაღაცა სხვა ტიპის ცომეული, ტკბილში ვერ მოხვდება ბაქტერია თუ რაზე დავობთ აქ ვერ გავიგე. ამათ რა გონიათ რომ თან ახლა ხო ახსენა სხვაგან შედივარ, შეიძლება ხორცი ნახო. ესე იგი სხვაგან უნდა რომ შევიდეს ეს სახალხო კონტროლი და ალბათ იმედოვნებენ და ლოცულობენ რომ ამათამდე არ მოვა და როცა ლოცვა ვერ ამართლებს, მერე გადადიან ქაჯურ ჯაჯღანზე რა. ხალხი ნაკლებად ქლიევი უნდა იყოს. მოხმარებლის ზარინის შესახებ რომ მე კი არ ჩერდება. კონცერტს რო აწყობ, ჯერ არ უნდა მოიწვიო მაყურებელი, ჯერ ნახე საერთოდ ვინმე გისმენს და გიყურებს თუ არა. რატო გახდა ესეთი აგრესიის მიზეზი? აგრესიის მიზეზი იმიტომ გახდა რომ დაინტერესებული მხარე ხარ. რატო ვარ? იმიტომ ქართული წარმოება გინდა ჩავყდეს და რუსული პროდუქცია შემოვიდეს და ის გაიყიდოს. მე ეგეთი რამე პირველად გავიგე. მით უმეტეს ვიღაცამ წარმოებლისგან რა. ქართულის ჩაძირვა გინდა რომ რუსული ამოიწიოს. პირიქით მთელი
მთელი ეს ბიზნესები რუსეთზე არ ხართ მიბმულები ჭიპლარით. საერთოდ არ მგონია ახლა ამ კაცს რომ შეიძლება ვაბრალებ, ვიღა საერთოდ არ ვიცი ვინაა, მაგრამ საერთოდ არ ჩანს ისეთი ტიპი, რომელიც ახლა რუსეთის ოკუპაციაზე და რუსეთისგან დაქცეულ საქართველოზე დარდობდეს რა. ძალიან დიდი ბოდიში რუსულ კაფეებში და რესტორნებში შესულან ესენი, სადაც უბრალოდ ქართულად არც კი საუბრობენ და მაგ შემთხვევაში რა ინტერესია რუსულის ჩაძირვა გინდა და ქართულის ამოწევა, რომელიც ასევე ცუდია? თუ პირიქით ამ კაცის ლოგიკას თუ მივყვებით, კარგი უნდა იყოს. ქართული პროდუქცია წარმოება არ გაინტერესებს. ქართული წარმოება არ გაინტერესებსო და სიგარეტს ეწევა საწარმოში. იცით რა ქენით კიდე აი საფერფლე ალბათ არ მოგეპოვებათ და აი ესეთი რომ თუ გაქვთ რომელიმე რაღაც თეთრ შავში ნამცხვარი დააფერფლეთ რომ ოღონდ ყურადღებით იყავით ახლა მაინც არ ამოიწვას ფერფლისგან. დააფერფლეს და ვითომ ისაყრია გახეხილი შოკოლადი ნამცხვარს. ვაკეთებ აქ ასეთი იგი ბევრს არა ასე გაკრიალებული თუ გაინტერესებს. და ახლა წარმოების ძროზე შემოდიხარ და ცოტა მტვერი ყრია ახლა მაგის გულისთვის იგი რა ქვია უნდა დავხურო და აი ისე ჩამოაყალიბა, აი წეღანა თქვი უკან მიმაქვს რა. მარტო რეკლამა რო უკეთო ესეთ ობიექტს, მარტო რეკლამა. ან ჯერ ერთი სახალხო კონტროლმა რატო უნდა გაუწიოს რეკლამა, რა წესია. სახალხო კონტროლი იმისთვის არ არის, რომელიმე ობიექტს, თუნდაც კარგი ობიექტი იყოს, რეკლამა გაუწიოს. რასაც ხალხი დაინახავს, თავისთავად იქნება ან საერთოდ მოერიდებიან იმ ობიექტს, ან და მოგება მოაკლდება, ან უბრალოდ პირიქით თუ კარგია, მეტი ხალხი შევა, ხო? ჯერ ერთი რეკლამა რატო უნდა გაუკეთოს და მეორეც ერთი ამას, აი ამ საწარმოს სოციალურ ქსელშიც, ტელევიზიაშიც, ბილბორდებზეც, ჟურნალებშიც, ყველგან სადაც კი შეიძლება რეკლამა რომ უკეთოს სულ ყოველ დღე, მაინც გამოჩნდება, რომ ვადაგასულ, ან რა ვიცი, გემოზე შეეტყობა, დაობებული თუ ობზე შეეტყობა, საერთოდ რო არავინ არ შევიდეს აქ და რო არ შემოწმოს, ხალხი ვერ დაინახავს თავისით, აი მაგას ვერ ვიგებ, აი მაგარ გისრიალდებათ ფეხი რა და ცოტა თუ მაინც და მაინც აგრესია გინდათ რომ გამოხატოთ, ცოტა წესიერად დავა მაინც ისწავლეთ, თორე სირცხვილია ძალიან. შაქრის სიროპი, რომლითაც ინამება ტორტები, გავაგრძელოთ მუშაობა, აი როგორ დევს პირდაპირ ნედლე აუ ფონზე რა ხდება? არის ძალიან აგრესიული განწყობა. ჯინსები რო არის ქალბატონო სპეციალური არსებობს სუფთა და არა ნახმარი გადაჭრილი ჯინსის ტოტები. ჯერ ის უფრო ადვილი არ არის რომ მაღაზიაში შეხვიდე. ან რა ვიცი, სახლიდან მოიტანო სუფთა ტილო და იმითი გაწმინდო. ეგ უფრო ადვილი არ არის რომ ტილო დაინახო მაღაზიაში, ვიდრე ის რომ სპეციალურად მოძებნო, აბა ვინმეს, აბა გაიკითხეთ ვინმეს ჯინსი ყო არა გაქვს და ძველი შარვალი ან წინდა ან ტრუსი და იმითი წმინდო საუკუნოდ ისა ზედაპირები. 1-2 ესეთ ქაჯს ცხოვრებაში ყველა გადავყრივართ სხვადასხვა სიტუაციაში და აი ადვილია რომ შენი თავი ამ ადგილას წარმოიდგინო რა. ძალიან იწევლება და რთულია რა თქმა უნდა ამ პირობებში მუშაობა რომ დაგასამარო მეთქდა სამდოდან თქვენა დავლატაოთ ადამიანი ამდენი უნდა ელაპარაკოს აი ეს არის ტილო აი ამის პატრონა ამდენი უნდა ელაპარაკოს შეხედე აი შეხედე რამხელა ნაჭერია. ეს უნდა გადაკეცო, მერე კიდე გადაკეცო და მერე რო ძალიან რო გაიმჭორება უნდა გადარეცო. კიდე ამდენი მაისური და შარვალი ძველი ვინმეს მოგეპოვებათ სახლში, მე მაგალითად არ მაქვს ამდენი გადასაყრელი. აი ამას ხო უფრო დიდხანს იღებდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში, ვიდრე თვითონ გადაცემაა ხო 20 წუთიანი. აი რამდენი საათი უნდა გაძლო, რომ თან დიდ ხმაზე, მაღალ ხმაზე იწყევლებოდე. ან მაგისთვის ცალიათ ქალბატონო თქვენ ეტყობა მზარეულოდაც არ ვარგიხართ რა. ყველაფერი ეს არაადეკვატურობები არ მოხდებოდა, გახსნისთანავე რომ ამოწმებდნენ ობიექტს, რაღაც არ ვიცი, ტრენინგს უტარებდნენ ხალხს, მზარეულებს და ასე შემდეგ და ყველას რო ეუბნებოდნენ რომ ამას თუ არ გაითვალისწინებ, ამ სტანდარტებს თუ არ დანერგავ, მაცივრები შენახვა ყველაფერი, ვერ გახსნი იმას ობიექტს და მორჩა რა. აი გვეუბნება რომ ამ ტერიტორიას არ ხმარობს და აი ეს რა არის მაშინ აი ეს ნედლეული რატოა განთავსებული ნედლეული რატო არის ტერიტორიას არ ხმარობ საერთოდ საწარმო არის გაჩერებული საერთოდ მიტოვებული ხო არ არის ეგ შენობა კიდე რებს იგონებენ რა ისე როგორც მე რატო უნდა მოგწერო ამ წუთში მეუბნება თუ ბარე მოხმარებლებზე გადაგაქვს პასუხისმგებლობა რომ საკალბასეებზე მიწერონ მადონას ეგრევე მოსწერეს ამ საწარმოზეც და მაგაზე რაღა პრობლემა აქვს მაშინ. ძალიან დიდი ბოდიში საკალბასები ქართული ხო და თქვენ პრობლემა გქონიათ ქართულ ბიზნესის დაძირვაზე და
შემთხვევით რომ ჩაიძიროს ქართული ხორცის ბიზნესი მაგის გამოისობით მაგაზე არ ვდარდობთ, ანუ თავარია თქვენ ტკბილეულის და კიდე საკითხებია როგორი გამოვაქვთ ტკბილეულის ბიზნესი არ დაიძიროს, ხო? ეს მიხედეთ ხალხი რო იწამლება და კვდება, ძის რო ყრია ყველაფერი იმგეს მიხედეთ, დახლებზე ატანიეთ და რაღაცა მოაწესრიგეთ. საკონდიტროებს შეეშვით თქვა არა, თქვენ ძალიან კარგად იცით, რანაირი ნამცხრები იყიდება იმაში, ბაზრობებზე. გარეთ რო ყრია ასე შეფუთულები. გადაწყვეტა ყველას ბაზრებში როგორი დამცხრები იყიდება. ნახეთ, იმითი ხალხი იწამლება და კვდება, საკალბასეები შეამოწმეთ. ესეთი მაგარი საწარმო ხართ, რომ მონოპოლია გინდათ, რა ვიცი ხა, არა ინაკოთან თბილისშია და ინაკო არასდროს არ გამიგია რა არის. თქვენზე მოგწერეს რომ არ არსებობს, ეგა გამორიცხული. გამორიცხულია რომ მისწერეს გიღალატეს მომხმარებლებმა, ხო? როგორ ჩაგიშვეს, ჰა? ვია რატო არ ეცხავ? არ ვირეცხავთ, აღარ უნდა გადავაგდოთ და ეს თიანად უნდა გადააგდო? ჯერა რომ გადასაგდებია კი. სახალხო კონტროლი რო შედის სადღაც, მაშინ არის ყველაფერი გადასაგდები, მაშინ არის ყველა გადადებული საჭმელი ძაღლის, მაშინ არის ყველა გადადებული კერძები ბავშვის. მოყარა? აი ეს გამოყარა? ეს არის შაქრის პუდრა და კაიგი. და ნაგავ. იმასარი რო აი თეთრი თუ რაღაცა რო აყრია ის. მივხვდით ახლა რომ გეშლებათ რა. ეს უნდა ეყაროს, აი ხო თქვი, რამდენჯერ უთხარ იმ კაცს, რამდენჯერ ურჩიე. შაქრის პუდრა, რაც ნაცხვარს უნდა ეყაროს, არის ნაცრისფერი. შესაბამისად, სიგარეტის ფერფლიც ნაცრისფერია, ამიტომ აბა მიდი შეუდექით. ცალკე ეს მტვერი, ცალკე ფერფლი დავაყაროთ, დავაცრათ ყველა ნამცხვარს ერთად. ვერაცებს კაკაოც უნდა გავუყო. ვაიმე, ქალბატონო, ვაიმე, ძალიან დიდ გულზე ბრძანდებით რა. მაგრამ რას გაარჩევს ახლა, სადაც ფერფლი ნამცხვარს ეყრება და შაქარი ამათთან ნაცრისფერია, ეტყობა ფერებშიც აურია უკვე და ისე რა მაინტერესებს იცი, ეგ როცა საბავშვო ბაღში იყო ამ დაწყებით კლასებში. ნეტა ფერებს არჩევდა. მაგას პრობლემა იქნებოდა. ქალბატონო, ცუდათავარ. ცუდათავარ. მე ვარ თქვენ გადამკიდე. მე ვარ. კი, ქალბატონო. ვიყო რომ გეცემოდი ახლა ხო? ამოგაგთხვნილი მაგთვალებს. აგერა ვარ, მიდით. რადი პროვოკატორია გი. ალბათონო, ცოდნაში და მონსტრების ფოლკლორის ცოდნაშიც ვერ ყოფილვართ კარგად ისე როგორც ზარეულების და ფერების და სხვა რაღაცების და ვამპირები ზოგადად თვალებს არ აცლიან, სისხლს წოვენ. ისე სისხლი რა ფერია? აი რომ ვითხრათ, აი ადამიანის რა ფერის სისხლი აქვს? ამ ფერის ხო არა? კოვიდის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველაფერი 60 გრადუსზე უნდა დაიდუღროს, ამას როგორ აკეთებთ? გრადუსი კითხე ჯერ საერთოდ იცის თუ არა რა არის. და მე ცხელი წყალი კითხე. ეგ არის რომ პოდკასტებში რასაც ვლაპარაკობ ხოლმე, რამდენჯერმე რომ შევეხე სხვადასხვა საკითხს და უფროს თაობას რომ უფროსის თაობა რომ ვახსენე რაღაც კონტექსტში, ეგ მახსენდება ყოველ ჯერზე. რომ ესე იგი, ჯერ ხო ვერ დაუმტკიცებ, ვერაფრით ვერ შეაგნებინებ. აი არ სჯერათ, რომ თვითონ შეიძლება რამეში ტყუოდნენ, რა საკითხიც გინდა ეს იყოს. ძალიან ცუდად ხდებიან თუ აღმოჩნდება რომ საპირისპიროთ არის საქმე რა. რო კითხო ხო დიასახლისობაში, ბავშვების აღზრდაში, ისტორიის ცოდნაში, ქალობაში და კიდე აი უამრავ რამეში რაზეც გინდა თითი დაადო, ვერაფერში ვერ შეედრება, კაცები არ მიკარებიან ახალგაზრდობაში და ცუდად არ შეუხედავთ და მაგათ ხელით მომზადებულ საჭმელზე ცუდი არ უთქვამს არავის. ყოველ მხრივ იდეალურები არიან. ვინც მართალია ესე არ ყვირის, რავი. გვირგვინისთან ერთად ჩავიტარებ დეტოქსს და თქვენ რა უნდა ქნათ და ჩემი ფრაზები არ გაიმეოროთ, ინდივიდუალიზმი ვეკარგება. კარგად.